ეგრეთ წოდებულ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროკურატურაში ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე დაიკითხნენ. ონიანი ამბობს, რომ უწყებად ცდილობს ახალაიას საქმეს ის როგორც ადვოკატი ჩამოაშოროს. დონაძეს მიაჩნია, რომ პროკურატურას სერიოზული ნამუშევარი აქვს და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა. ყველანაირად ცდილობს ჩამომაშოროს როგორც ადვოკატი ბაჩო ახალაიას საქმეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შეკითხვა იყო ესეთი ხასიათის. ხომ არ იცი ბაჩო ახალაია იმყოფებოდა თუ არა რუსთავში რეალურად იმ დროს, როცა ბრალი აქვს წარდგენილი. ძალიან კარგად იციან ამ ადამიანებმა, რომ მე რომ ვიცოდე, სულ რომ ნალაპარაკები მქონდეს ბაჩო ახალაიასთან, მე როგორც ადვოკატს არ მაქვს უფლება მათ განუცხადო აღნიშნულის შესახებ. დამჩაში დავეჭდილება, რომ საკმაოდ სერიოზულად ამ საქმეზე აქვს ნამუშევარი პროკურატურას. მე მოვყევი ის, რომ რატომ მივედი ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილას, რატო აღმოჩნდი, ეს ხო ჩემი პირდაპირი მოვალეობა, მე არ მეკრძალებოდა და ვასრულები ჩემს გავალებულ, ასე ვთქვათ, მოქმედებას, რაც მე მაშინ იმ დროის თანამდებობაზე ყოფნის დროს მევალებოდა. საკავებულები აცხადებენ, რომ არსებითად დაირღვა უფლებები, სასამართლოს განჩინებები აქვს და დაკავებები შეადგინეს პროკურატურაში, მაგრამ სინამდვილეში მათ უკვე დააკავეს და თავისუფლება აუკვეთეს იმ ადგილებს, სადაც იმყოფებოდნენ. ეს პროცესუალური დარღვევაა, რაც შეეხება თვითონ მათ განმარტებას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა საქმე აქვს, ჯერ არც მტკიცებულებები გადმოუცეთ, არც ბრალი წარდგენი აქვს, აქედან გამომდინარე საქმის დეტალები უცნობია. ხო უნდა ვთქვათ, ვიცით, რომ უკავშირდება რაღაც ნავთლუღის სპეცოპერაციას.